მე და შენ, ანუ ჩვენ ერთად შეგვიძლია უფრო ძლიერი, უფრო ჯანსაღი და უფრო მაგარი საქართველო ავაშენოთ. ისედაც ხო ძლიერეს ქვეყანაში ვცხოვრობ და შეგვიძლია ყველაზე განვითარებულები გავხდეთ და მოგიყვები ერთ ისტორიას ახლა რაც რამოდენიმე დღის წინ გადავხდა და გეტყვი რა უნდა გავაკეთოთ ერთად. ნახე, რამოდენიმე დღის წინ მანქანა მყავდა ხელოსანთა მოკლედ და მომიწია ტაქსით მგზავრობა. რო ჩავჭექი ტაქსში, დამხვდა ძალიან სუფთა მანქანა, მოოვლილი. ადამიანმა გამომიწოდა წყალი ხო არ გესიამოვნებაო, ბოთლით გაუხსნელი წყალი. მომაწოდა პატარა კამფეტი. მითხრა რომ ხო კაი სიგრილია, ხო გსიამოვნებს, რამე მუსიკა ხო არ ჩაგირთო. ია რა ძალიან სასიამოვნო ტემპით და რომ მიმიყვანა, გადამიხადა მადლობა და შოქში ვიყავი რა, ესეთი ლამაზი მანქანა, ესეთი გაფორმებული, ესეთი თავაზიანი მძღოლი, ანუ მივხვდი რომ თუ ყველა ჩვენ საქმეს ასე მიუდგებით, სულ სხვა სამყარო გავხდებით, სულ სხვა ქვეყანა ვიქნებით. ანუ მეც მთელი ცხოვრება ვცდილობ რომ ჩემ საქმეში ვიყო საუკეთესო და შენც ნებისმიერ საქმეში რაშიც არ უნდა იყო. თუ ეცდები რომ იყო ყველაზე მაგარი, თუ ჩვენ საქართველოს სერვისს და საქართველოს მომსახურებას წინ წავწევთ, მთელი სამყარო ჩვენზე ილაპარაკებს. ყველაზე ბედნიერი და ყველაზე მაგარი ხალხი ვიქნებით. ამიტომ აიღეთ მაგალითი საკუთარი საქმის პროფესიონალებისგან და ეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ. იყოთ საუკეთესოები, თუ ხარ მაღაზიაში კონსულტანტი, უნდა იყო ყველაზე ბედნიერი, ყველაზე მომღიმარი კონსულტანტი. თუ ხარ დამლაგებელი, შენი ცოცხი მაიკო იძახის, ანუ მხატვარის ფუნჯივით უნდა ხატავდეს, ისე უნდა აკეთებდე, რომ სიამოვნებდეს. ანუ ნებისმიერ საქმეში უნდა იყო ნომერ პირველი. ჩვენი საქმეა, რომ ერთად შევქნათ უფრო ჯანსაღი და ბედნიერი სამყარო. რასაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის შეგიძლია უკეთესად გააკეთო.